1954 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში ქართველელად წოდებული ველოსიპედისტი და სპრინტერი ომარ ფხაკაძე დაიბადა. ომარი კრივით იყო დაკავებული, ფეხბურთს თამაშობდა და ცურავდა. თუმცა მან ყველა სპორტს ველოსპორტი არჩია და გზატკეცილზე გაიჭრა. თავდაპირველად საგზატკეცილო ველორბოლით იყო გატაცებული. 1961 წელს ომარ ფხაკაძე თბილისში გადმოვიდა სავარჯიშოდ. სწორედ თბილისში მოსინჯა მან თავისი თავი ველოტრეკზე და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. ველოტრეკზე ვარჯიშის დაწყებიდან 2 თვეში ომარ ფხაკაძე ხარკოვის შეჯიბრიდან სპორტის ოსტატის წოდებით დაბრუნდა. ომარის ნიჭი და მონდომება მალევე შეამჩნიეს და საბჭოთა კავშირის გუნდში მიიწვიეს. 1963 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ომარი ერთ-ერთ წინასწარ გარბენს იგებდა, თუმცა იგი დაშავდა. ყველას ეგონა, რომ ომარი ვეღარ შეძლებდა სპარტაკიადაზე ასპარეზობას, თუმცა ტრეკზე მაინც გავიდა და გაიმარჯვა. ომარ ფხაკაძე ექსტრემალი სპორტსმენი იყო. ბევრჯერ მძიმედ დაშავებულა, არაერთხელ კი განგებს შეჯახებიან. მწვრთნელების თქმით, ომარი ფსიქოლოგიურად იოლად უმკლავდებოდა ტრამვებს. ომარ ფხაკაძეს უამრავი შეჯიბრი მოუგია, თუმცა სან-სებასტიანის მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მისი კარიერის მწვერვალად ითვლება. ომარ ფხაკაძე გახლავთ 1965 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების მეორე და მესამე პრიზიორი, მიუნხენის მე-20 ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, საბჭოთა კავშირის 10 გზის ჩემპიონი და 4 გზის თასის მფლობელი, მსოფლიოს რეკორდსმენი 200 მეტრზე გიდში და 500 მეტრზე ადგილიდან, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი 1986 წლიდან 1993 წლამდე. ომარ ფხაკაძის ხასიათის ნიშნებიდან მწვრთნელები უპირველეს ყოვლისა აღნიშნავენ მის გულკეთილობას და სამართლიანობას, მიზანდასახულობას და ბრძოლის შინს. ამ თვისებებით ომარი ძლიერ ჰგავდა ფილმში ხარება და გოგია მის მიერ განსახიერებულ მთავარ გმირს ხარება ჯიბუტს. ომარ ფხაკაძე თბილისში გარდაიცვალა 1993 წლის 23 მაისს 59 წლის ასაკში.